ძალიან უცნაური დაავადება, რომელს დაავადება არ ეძახიან. ადამიანი, რომელიც მთელი დღე მიდის და წყალი არ დაულებია და არც უნდა. ანუ არ წყურია. ედეპსია ქვია ამ პრობლემას. ჩვენი წყურის ცენტრი რო არის ის სიგნალი არ აძლევს რომ წყურია, მაგრამ ადამიანს წყურია. ეს ასაკი რო იმატება, მაგის გამოც არის, ზოგი ადამიანი ნერვოზული სისტემისთვის, რაღაცა პრობლემებისთვის დიდი ხანია სხვადასხვა წამალი სვამს, ასაკი პლუს ეგეთი ადამიანი, რომელიც იგებს ბევრი ყავა, კეფეინი ბევრი იგებს, ჰაიპოთელემის ჩვენი ძირკვალი რო არის, რომელიც ცენტრი არის, რომ გითხრა წყალი გინდა. მაგრამ არ გეუბნება. რა უნდა გააკეთო ესეთი ადამიანი თუ ხართ? წყალი აუცილებელია, თუ არა თირკმელის პრობლემა, კანი ლაპარაკი არ არის და დიჰაიდრაცია მოგწება რა, წყლის ნაკლებობა, მერე თავის ტკივილები, შაკიკი და ისე შემდეგ. რა უნდა გააკეთო? დილით ყოველთვის დაიწყე ცხელი ან თბილი წყლით. შეიძლება ლიმონი გააწუროთ, ცოტა მარილი. ეს უკვე კარგად მიდის უჯრედებში, როცა მარილი არის წყალში. უჯრედებში მიდის და ეს პრობლემა რომ არ განვითარდო სხვა პრობლემაში, ტვინი არ გაძლევს სიმპტომი, კი ბატონო. თქვენ ხო იცით წყალი საჭიროა. დილით თბილი წყლით დაიწყეთ, მაგით იხსნება ეს. იხსნება და მერე თელი დღეცაც მოუნდება თქვენი ჩვეულებრივი წყალის დალევაც. და ცადე, როცა წყურია, სხვა სითხე არ დალიო. გაზიანი სასმელები, გინდა გაზიანი წყალები. ჩვეულებრივი წყალი დალიო. სულიკავი ზამთელი და ბედნიერი.